გამარჯობა, ჩემოძვირფასებო და კარგებო. დღეს ტაროს ბარათებით გავიგებთ თუ რას გრძნობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან მიმართებაში. თქვენს მიმართ რას გრძნობს თქვენს მიმართ ჩაფიქრებული პიროვნება, ჩაიფიქრეთ. ადამიანი იფიქრეთ მასზე და მოდი ერთად გავიგოთ, რას გიმალავთ მისი გული და მისი გონება. აბა დავიწყოთ. რას გრძნობს ჩაფიქრებული პიროვნება თქვენს მიმართ? რეალურად რას გრძნობს? ეთქო შანსი მომცაო ამასთანო. აბა, შანსი კი ასაუბარი, რო იცოდეთ. ამ გაშლას როგორ დავაქმნით იცით, ანუ სცენარი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ის შანსი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ხო? რეალურად ნახეთ რა ხდება. აქ ჩვენ ვისაუბრებთ შანსის მიცემასა და სინანულზე, რომელიც პიროვნებიდან, ასე ვთქვათ, მოდის და მას სურს შანსი. ანუ რეალურად იყო თქვენ შორის ბედნიერი კავშირი, სიახლოვე იყო, ემოციური ერთიანობა ჰქონდათ და რაღაც მაგიური შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს ერთმანეთს ძალიან სწორ დროს შეხვდით და ძალიან საჭირო ხალხი იყავით ერთმანეთისთვის. მაგრამ შემდეგ რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ სავარაუდოდ პიროვნება როგორც სცენარიდან გამომდინარე ჩანს, მოხდა ემოციური დაშორება თქვენ ორ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი თავს გრძნობდა თქვენთან შედარებით, როგორც და რაღაცნაირად თქვენ უფრო მყარი იყავით მის თვალში და თვითონ და რაღაც დაკომპლექსდა თუ რა მოვიდა, არ ვიცი, მაგრამ თითქოს თქვენთან დაიწყო ემოციურად დაშორება, განშორება, დისტანცირება დაიწყო და რეალურად ადამიანი ამის გამო რომ თქვენთან დისტანცირდა, განიცდის ჩვეულებრივად სინანულის გრძნობას. ფონად ანუ რეალურად ოთხიანი კვერთხი გვაქვს და რომ არა აუვიდეთ ამ ბარას და რო არ აუაროთ გვერდი, ხო? თქვენთვის ეს კავშირი რეალურად ბედნიერი იყო, აი თქვენ ვინც უყურებთ ამ გაშლას რეალურად, ხო? და ჩვეულებრივად მნიშვნელოვანიც იყო და თითქოს ამ ადამიანმა ეს ყველაფერი არ ვიცი ან არასწორად თარგმნა, ან არ ვიცი, თითქოს ვერ გრძნობდა იმ სიმყარეს საკუთარ თავში ონს და არა თქვენში და აქედან გამომდინარე დაიწყო თქვენთან დისტანცირება. დღეს ეს ადამიანი ნანობს თავის ნათქვამს სიტყვებს, რაღაც განაწყვეტილებებს, თუნდაც იმასთან მიმართებაში, რომ დაკარგად, ხო? ფიქრობს, რომ დაკარგა ის, ვინც მის ესე ვთქვათ, ცხოვრებას ანათებდა, ვინც მას სიცოცხლეში სინათლეს აძლევდა, ხო? მის გულში ესე ვთქვათ, სედა და სურვილია, რომ დრო უკან დააბრუნოს და ანუ რაღაცნაირად რომ დამაბრუნებინა დრო უკან ასე არ მოვიქცეოდეო. ან პენტაკლების რაინდა დედოფალი, ანუ რეალურად რაც გვაქვს, რა გვიჩვენებს, რომ თქვენ მისთვის რჩებით ის ერთადერთი მყარი სანდრო და გულითადი ადამიანი, ვინც აძლევდა მას სტაბილურობას და ნდობას, ხო? ის ისევ გიცნობთ როგორც ადამიანს, ვინც გვერდით ყავდა და ვერ დააფასა აი ბოლომდე და მხოლოდ მაშინ ბრდა თქვენს ფასს როცა დაგკარგათ. ახლა მის ენერგია გაყოფილია 6 ხმალსა და კვერთხების რაინდ შორის. ხვდებით, ანუ გონება ეუბნება, რომ უნდა გააგრძელოს ცხოვრება, მაგრამ გული ვერ ასე ვთქვათ ასვენებს, ხო? ისევ თქვენკენ მოიწევს. ისევ ძვის საკუთარ თავს, მაგრამ რეალურად თქვენკენ მიზიდულობა მაინც საკმაოდ ძლიერია მასში. და რეალურად ბოლოს ბარათები გვაძლევენ იმედს ფორტუნის ბორბლისა და კვერთხების ტუზის მიხედვით, ანუ ბედი თითქოს ახალ ციკლს დაიწყებს თქვენს ურთიერთობაში. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი შეიძლება თავიდან დაიწყოს, სხვანაირად უფრო სუფთად, უფრო გულწრფელად. ხვდებით? ანუ პიროვნება დღეს გრძნობს სინანულს, მონატრებას, სურვილს კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, უნდა თქვენთან მოვიდეს, კიდევ ერთხელ სცადოს თქვენთან ურთიერთობა, შეიძლება ჩუმადაზე გადავიდეთ თვალს, ხვდებით, ანუ გითვალთვალებდეთ, თუნდაც ქსელებში, თუნდაც ისე ამ არკანიდან გამომდინარე, ბარათიდან გამომდინარე გეუბნებით ამ ყველაფერს ელოდება თითქოს რაღაც სწორ მომენტს და ფიქრობს და სჯერა რომ თუ თქვენ შანსს მისცემთ ამ ურთიერთობას, ისევ შეუძლია, ასე ვთქვათ, ცეცხლი დაანთოს, ხო? და უკვე სწორი მიმართულებით წაიყვანოს ისეთი მიმართულებით, როგორი მიმართულებითაც თავიდანვე უნდა წაეყვანა, ნუ ამ ადამიანს რა თქმა უნდა, აი პაუზიდან გამომდინარე, პაუზური მდგომარეობა, მაგრამ ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში წრფელი გრძნობები აქვს და ეს ორი მხრივია, ორი ენტასები არის, ორი მხრივი გრძნობები. აი ეს არის სულ ჩემოძვირფასებო, თუ რას ასე ვთქვათ, გრძნობს პიროვნება თქვენს მიმართ, ხო, რა გრძნობები აქვს მას თქვენთან მიმართებაში. დაალაიქეთ ჩემი გვერდი, გამოიწერეთ, დაალაიქეთ ჩემი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი გვერდი. ასე ვთქვათ, თქვენ შეძლებთ მაშინვე და უცებთ ნახოთ ის გაშლები, რომელსაც მე თქვენ შემოგთავაზებთ მომავალში. დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო, კარგად იყავით.